მორცხვი იყავით, ბევრჯერ ახსენეთ. გოგონებთან ბედავდით სიყვარულის სახსნას თუ მაინც გიჭირდათ ამ სიმორცხვის გამო? ხშირად ვლაპარაკობ ამ წინადადებას. აი სიყვარულის შორს არის. ამ წინადადებას მე შენ მიყვარხარ. იშვიათად ამბობს კაცი. თუ ნაღდათ ამბობს. თუ ეხლა ვნებაში იტყვი ამას და არ დაუფიქრდები ეს მესმის, მაგრამ ეს სცენაზეც გამომიცდია მე რომ ამას ძალიან ძნელად თამაშობენ მსახიობები. რამდენჯერ გაქვთ ნათქვამი ეს სიტყვა? ორჯერ სამჯერ. მარტო მეუღლისთვის? არა. ან მანამდეც იყო დიდი სიყვარული? იყო. რომანტიკული საქციელები ქონდათ, როდესაც შეყვარებული იყავით? არა, ეხლა ფიროსმანივით ვარდები არ მიმიტანია. ფანჯარაზე ხო არ ამძვრალ ხართ მეორე სართულზე ამ მსგავსი რაღაცები ხო არ იყო? ან სერენადები ხო არ გიმღერიათ? სერენადები ნამდვილად არ მიმღერია, მაგრამ რაღაცები დამიკრავს. ჩემთან მოვიყვანე რომ ერთი გოგო და ერთად საწყალს რაველის ნაწარმოებს უკრავდი. საწყალს ძალიან მოწყინდა. წავიდა? არა, არ წავიდა, მაგრამ მე რო გამოვიდა დედაჩემ მოძღა რეებს უკრავ შეიდიოტო. გია ყანჩელს რო არ მოიყვანათ სოლი. შეიძლებოდა კიდე გადაეგეციათ სოლის მოყვანა? ჩემი თეატრი, რუსთაველის თეატრი, წავიდა გასტროლებზე რუბინეთში. და მარტო მე დავრჩია, თლიანად წავიდა და მე მარტო დამტოვეს, ქორწილში არ მეყოლება ეს გაუთავებელი სულელური ლაპარაკი თქო და მოდი ეხლა მოვიყვან ცოლს. გიას შემოთავაზა ასეთი ვერსია და დიდი სიამოვნებით დამხვდახდი. ბოჰემურ ცხოვრებას როგორ ეგუებოდა მეუღლე? გსაყვედურობდათ ამის გამო? მე არასოდეს ამსაყვედურებდა. არც ეჭვიანობდა? ამდენი ლამაზი ქალი თეატრში. ეს თქვენ გონიათ რომ ლამაზები არიან? ლამაზები არიან ბევრი. და რუსთაველის თეატრში ყოველთვის ესეთი ქალები იყვნენ. კავკასიური ცალსწრე რო გავიხსენებ, ძალიან ლამაზი ქალები არიან. არა, მე ახლა ვიხუმრე. რა თქმა უნდა, მესმის. ვიხუმრე რომ ცოტა გავაბრაზო ისინი. თქვენ თუ ხართ ეჭვიანი? ძალიან. იქამდე არ მისულა, როგორც ოტელო მივიდა მოსაკლავამდე, მაგრამ რაღაც მომენტები იყო.